ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ფორდილერი. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურაბ კვანჭახაძე 1600 ვიდეო დევს 29300 გამომწერია. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. გვაქვს კიდევ აი ესეთი არხი TikTok-ის იარაღის განხილვა ზურაბ კვანჭ, იარაღის განხილვა ქართულად. აქაც შემოვძანდით, არხი გამოიწერეთ, თვითონ ეს TikTok-ი, აქაც ვიდეოები დაიდება. გამარჯობათ მეგობრებო, არხი გამოიწერება კარგო. გამარჯობათ. დრო მოვიდა რომ გადავიღოთ ბატონო დავით. წვადი თევზისგან გაკეთებული. იცი რომ შამპურზე შეიძლება. ოდარ უარ გაგიჩეს. სკუმბრი არის ერთ-ერთი მაგარი თევზი, რომელიც შამპურზე იწვება. წავიდეთ ახლა ჩვენთან. ცოტა დაგვიზამთრდა, მაგრამ არა უშავს. ავანტო ჯაბო. ეგ სუპერ ფანა. აუ რა ფაფუკითოვლია რა. წამოდი, შენს თევზს გაჭმე. თავი და კუდი შენია უეჭველი. აგე? ჰა? ჩვენი კოხი. კიდე თოს ხოიც? კი, ხედავ. აუ, ზავით ნახე, აი ეს. რა, ვა. ო, მაგარი ფანარი კოჩუკესა. რა? კი. მოდი. გეთანხმ. შედი ბატონო დავით. ჩვენი ბლუტ. აუ, გარეთ რა ციოში. აჰა, ეს ფანარი აქ ჩავუკიდოთ. ეს მინდა. გიმრილათ იცი რა ქენი ფეხზე გაიფერთხეთ, ორი შენ ალიასკები გაცვია და იცი რა მოგივას უმეგადრებაზე. შიქოქშივე გაიფერთხე, კაცო. აი ესე ფეხი ფეხზე დაარტყი. ეგ ზედ არ დაგადრეს. ო, აიგრი, მიდი, ო, სულ გაიცა. შენ გაიცალე, მანამდე მე ხელთათმანებს შავიცე. მოგეთ მეგობრებო, აი რა მინდოდა მეთქვა რა. სკუმბრია შესაწვალეთ, როგორც მწვადი. ხო, ეხლა ზუთხი გასაგებია, რომ ძალიან მაგარია, მაგრამ ეს არის იაფი, იორღა და გემრიელი. ვისაც თევზი გიყვი, ბატონ დავით ამას ჯობია ცეცხლი მოუკიდო. სამივეს. მე ისე არ მომიკიდე. მილიტარისტული შანდლისთვის არასოდეს? მერე მიდი. რატომ და თქვი მილიტარისტული შანდალი? სუტყვიებია, ვერ ახედავ შეჭობილი? მერე? ბანტები რო იყოს მილიტარისტული იქნება, რა ხან ტყვიები, ესე იგი მილიტარისტული. აქაც მოუკიდე. შეიძლება პიჯვარი გადაიწერო. აჰა. მოგლით. თავი მოვიცილოთ რა, თავი და კუდი არ აღჭირდება. ეს ჩვენ ძაღლებს უფეშხაშოთ, აი ესე. და მერე სკუმბრი არის აი ესეთი თევზი, ვეფხვისებური ზოლები აქვს რაღაცნაირი. და მოდი ამას ესე დავჭრი. თევზის შეწვას შამპურზე დიდი ფილოსოფია არ უნდა რა. გადმოვარდა. ჰა? გადმოვარდა. რა გადმოვარდა? რამის? მილიტარისტული შანდალი? არა ბატონო დავით, შანსი არა. შენ იცი რა იყიდება კიდე? რა? ესეთი რაღაც ნახე მრგვალია. და ესე წელტუჩასავით აქვს რა. მერე? და სანთელზე უნდა წამოაცვა. და როცა გინდა ჩაქრეს, კინის ხო არის და წელტუჩა აქვს. ჩაიწოვ და წკაპ ჩაახო. ხო. ეგ ჩვენ არ აღჭირდება, იმიტომ რომ ეგ საფლის სანთლებია და საეკლესიო სანთლებია. ის არის ჩვეულებრივი განათებისთვის, ვინც იყენებს მაგ სანთლებს, გამიგე? განათები. თევზის დამუშავება საერთოდ არის რთული. რთული არა ბიჭო, აი როგორ გითხრა რა, სუნი აქვს ამ თევზს რაღაცნაირი როგორ თევზის სუნი აქვს რა, ბევრი არ გავაჩმახოთ რა და აი კუდი. აი წნაღი რო გაიგეთ. არა. აკურატულად უნდა იყოს, როცა თევზს აკეთებ. გამიგე? აი ესეთი ნაჭრები უნდა იყოს, აი. მეტი არ გინდეთ, ესე. დაგჭირდებათ ლიმონი, უეჭველი, მარილი, ზეთი
ნუ ზეთი ჯობია რომ ისექნება ხო რა ქვია? რა. ფხა. ამას არა, საერთოდ სკუმბრია განთქმული იმითი რომ ფხები აქვს. მაგრამ აქ მარტო ხერხემალში რა, აი შიგიდან წული ფხები და რაღაც არ აქვს. ანუ არ შეაწუხებს რა ადამიანს რა. ეს ხელ შემეჭოდა 1-2 კვირა მტკიოდა. ისა თევზი? თევზის ფხა. ო, თხილად უნდა იყო. აი ესე. ის კუდი აიღე. რა კუდი კაცო? მოიკეთ მოვარდი. კუდი ჩვენ ძაღლებს ვაჭამთ. ეს ზამთრის წეშიო თევზის კუჩე ჭამენ მაგრები გამონ ესე. მოდი ეს დაბლაჩავდოთ ესე. აი აქ შეშებზედებთ. სარა გვჭირდება და ეხლა მოვიტანოთ ეს. საინტერესო რაღაც გამოდის. აუ, საინტერესო კი ეს გამო მაგარი გემი. ეს არ გვინდა. ყურე? შენ გაგისინჯავს ეს? ბიჭო, როგორ არ გამისინჯავს? რა არის მანო? აი ეს. ეხლა ყურე? ბატონო დავით. გისმენ. ხელთაც მას ვერ გავიქცი. შენ შეძლებ აი რახან ესე ვქენი. ამასაც არ გინდა. მე თვითონ გავაკეთებ ახლა ყველაფერს. ამას უნდა ლიმონი უნდა. აი ესე. თუ გინდა მე ჩავაცვლებ. აი ეს კარგა უნდა დააწუწო, არ უნდა დაინანო. ლიმონი. აი, ეხლა შენ აიღე მარილი და ესე მოვაყარი ამას, აი ეს. არა, ეგრეთ ცოტა ნერვებს მომიშლე. ცოტა აიღე და კონკრეტულად. მოდი ხელზე დამიყარე რა. ესე. დამიყარე? კიდე? საფერბ ისა სამარილი აიღე და პირდაპირ ხელზე დამიყარე. ოღონდ ძალიან ბევრი არა. მიდი. დანის ვერ შეგილეჩავ, აი. აი, სამი ამდენი კიდე დაამატე. აი, ესე. ხელი მარილიანი მაქვს, ამიტომ ლიმონის წვენში ავყრევ ამ ყველაფერს. და ბატონო დავით, იცი რა გააკეთე კიდე? აიღე და შავი პილპილი მოვაყარე ახლა ზემოდან. აი, ხინკალს როგორც აღრი ხოლმე ისე. ეძლებ? ო, გაია. მინდი ეს აქეთ ხარეს. აქეთაც. აი ესე, გაიგო. აი ხლა. ესე. და აი ესე და ეხლა აიღე, აი ეს გახსენი ზეთი. ზეითუნის ზეთი გახსენი. ოლივე ოილ. და აი აქ დაასხი, ამას ხელს დამისხი. გეტყვი რომ გაჩერდი, კიდე დაასხი. მიდი, ჰოპ, გეყოფა. აი ამდენი ზეთი. აი ესე. მე დავასხი ეხლა ზეითუნის ზეთი, შეგიძლია ჩვეულებრივი ზეთი დასხო. უბრალოდ ეხლა ზეითუნის ზეთი. არა, შემორჩენილი მქონდა ძვირიღის. ზეითუნის ზეთზე მინდა ერთი რაღაცა გითხრა. ზოგსაწერია რომ ზეითუნის ზეთს შესაწვავად, ზოგსაწერია სალათისთვის. სალათისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ რომ შეწოთ. უბრალოდ ცოდუა რა, ძალიან მაგარი ძვირიღის რა. და სალათისთვის რომელიც ზეთიც არის, ცოდუა რომ ზეთში გამოიყენოთ შეწოთ. რა თუ ფული ძალიან ბევრი ხო. მაგრამ რომელიცაც აწერია შესაწვავად, იმას სალათაზე ნუ მოასხავთ, იმიტომ რომ შესაწვავად რომელიცაც აწერია, ცივად დაწურული არის, ქიმიურად არის უკვე დამუშავებული და რაფინირებულია. იმაში ის მაცოცხლებელი ენერგია და გემოები და რაღაცები, რაც სიკეთი აქვს, ზეითუნისიც აღარ არის. ასე რომ ჩვენ აი პატარა ბოთლი ქონდა და აი ესე. ეხლა ბატონო დავით მომაწოდე შამპურები. შამპური ახლა. აღარ ერთი მატრიალები. აი, მომეცი. როგორ მოხდება? ერთად მომაწოდე. მადლობა. არაფერს. ხედავ როგორი ტყავია კაცო. აი ესე. ესე წამოაცმეთ, მაიც ბატონო დავით. დაშოშ მიგანდი თუ აი ესე? ეგრე ასენიშნავს. დაშოშ მიგანდი? კი. და ეს ტყავიანებს მე შეჭამო? არა. როგორი ტყავიანთა ჭამს ვერ გაიგებ. არა, მე ტყავი არ მეყურს. იცი რა გემრიელი გამოყვა? თევზი როცა იწვება საერთოდ. შენ როგორც ვიცი თევზი არ გიყურს.
თევზი არ მიყვარს, მაგრამ პატივსაცემ მომიცი. ახლა მე ამას ავაგებ, ცოტა შარია, მაგრამ მე რაღაცით დავამაგრებ რა. თოკით. თოკითაც შეიძლება დამაგრება, მაგრამ დაიწვება. რა? თოკი. არა, თოკი არ დაიწვება. პლასმასის ბოთლი შეიძლება წყლის ადუღება, როგორ ფიქრობ? არა. ვერ აადუღებ, გადნება. და არა, ადუღებ. კი არა, ჩვენ ახლა ოდნავ რომ მოთბება, მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა პლასმასის ბოთლში ადუღება. ვიცი, მზესან ვიცი. არაფერი მზე მომეცია. ან მაიც 2 წელს შამპურზე წამოეცმება. ახლა ჩეჩე. აი მე შარი ეს არის რო აი ეს. აი მასაც უყურე ცუდად არის. ესა? გითახმები რომ ცუდად არის, მაგრამ ამას რა გაიშველება? ძაღლებში. არა, თავიდან ავაგებ, კაცო. ძაღლებში რას ნიშნავს? ეს ძალიან მაგარი თევზია. ამას ესე უდიერად მოუყურებ. ერთხელ მაინც ხო უნდა შეჭამოს. ძაღლმა? რატო ბიჭო? ძაღლმა შეიძლება თავისი ცხოვრების კარი ესე დაამთავროს, რომ სკუმბრის წვადი საერთოდ ვერ გასინჯოს, ვერასოდეს. ლოგიკურიც არის რა, ერთი. რა, შეიძლება რომ არსებობს 1 მილიონიანი სუში. სუში? მომეცია. 1 მილიონი ღირს, 1 ცალი სუში. რას ამბობ? ხო, არსებობს ეგეთი. ღირს ერთია და ვინი ხდის რომ? ვინც ეგეთია რა. 1 მილიონად. იცი რამდენი პური მოგივა? ბლომად. ბლომა ყელამდე. ხო მერე? თავის ზევთ რა. ხო და საქონელი არ უნდა იყო 1 მილიონი გადაიხადო. და კატებს აჭმევენ. კატებს აჭმევენ? ან ნახე, ვეღაცა მილიონერმა. ხო. გააკეთა ესეთი გამოცდა. დაუდო ჩვეულებრივი სუში და დაუდო 1 მილიონიანი სუში. და რომელ შეჭამს? კატას. მერე კატამ რა გადაწყვიტა? მილიონიანი. ეგეც კაი ჩათლახი კატა ყოფილა, ხო იცი? ეს დანარჩენი ლიმონიც მოვასხათ ბატონო დავით. ესე ფორმა კი დაკარგა, მაგრამ ეს საერთოდ კეთდება ხოლმე სპეციალური ბადეებია რა. გინდა მე იმასკნა. ახლა ნახე. ბატონო დავით, ახლა შენი ამოცანა რომ ეს ხელთასმანი გამხატო. გამოცდა. ჩაწიე და ჩაწიე ესე, აი, გაუშხილი. აჰა. ამას ახლა მე ღუმელში შევუკით. რატომღაც? ფეჩი ხო რუსულადაა? ფეჩი რუსულად არის. ქართულად როგორ არის? ღუმელი. ღუმელი. გეთახმები. აი ეს. არა საქართველოს უმეტესობა რატომღაც სიძახის? ხო, ნუ რახან. ის ამოიღე. ფანარი. ფანარი ზოღ. ემას მოიცა. აი ეს დიდი ფანარი ეხი, დიდი ფანარი ეხი. ანთე. რე ხონდა დავინახო რა. აი ეს. ცა? აი ეს დავალაგოთ. თევზს საერთოდ დიდხანს ნუ გააჩერებთ რა. აი ეს. მიდი ის გამოიტანე ბატონო დავით შეგინან. ძაღლებს დაუგდოთ. თევზი ის ჯამი რო იყო, ხო? აგი მეორე რა იქ. მეორე ძაღლი რა იქ. არა უშავს, გამოიტანს. ამან უკვე აი გიცის ხოლმე თევზმა რა, ფორმის დაკარგვა. ეგ იმის ბრალია რომ გაყინული თევზი ვარ. სკუმბრია უბრალოდ გაუყინავი ვერ მოვიპოვეთ რა. რა ქენი, აბა ვერ გამოიტანე? მაიც, აჰა. ვერ გავაღეთ, რაღაცა იდება. მოდი. ძაღლებს დაუყარე, ძაღლებს დაუყარე. ლიმონ შეჭამენ ძაღლებს. არა, ნუ ლიმონებს ვერ გადაყრი. აი მანდ დადე. დანა არ დანა არა. მოდი ახლა. მოდი ახლა, მოდი. ერთი შენ. აჰ, მაიც. რაღაცა ვნახო ხელი არ მინდა დავისვ. ესე შენ. აჰა, ბიჭო. ნდობა აქვს ადამიანების მიმართ დაკარგული და. აჰა.
ძაღლების ნელა-ნელა თევზი ესე დავალაგე. ეხლა არ არის პრეზენტაბელური შესახედავი, მაგრამ კაი ტემპერატურაა, თევზს საერთოდ დიდი ხანი არ უნდა რაღაცები ჩალიჭი. ხო და შეიძლება ამოიღებ და ბატონ დავით, მე ზემოდან ის მოვასხათ, რა ქვია? სოიო соуსი. და კიდე ხო და კიდე ცოტა ლიმონი და ნახე რა მაგარი გამოვიდეს. ბატონო დავით. დაიძაბა სიტუაცია. სიტუაცია ბოლომდე დაიძაბა. ვითომ დაიწვაო, შეიძლება მავანმა თქვას, მაგრამ არაფერს არ დამწვარა. კანი დაიწვა უბრალოდ. აუ, თოვლი მოდის ბატონო დავით, ნახე რა. ვიცი, ხედავ. კაი, მოდი შენ გავმორთვი. ამას დამინათე, შევიტანოთ და მე შენ გაჩვენებ რა არის სკუმბრიას შამპოზე შემწვარი მწვადი. ძაღლს ფეხი არ დაადგა შემთხვევით. ცდილო. მოდი. რა სუნი შემოიტანა მოხება. ცუდი აქვს სუნი თევზს, თორე საჭმელად მაგარი. სუნი აქვს ცუდი თევზს, თორე საჭმელად ძალიან მაგარია. ცუდი სუნი რატო აქვს? არა აქვს. თევზს აქვს თევზის სუნი. თევზის. მე ბატონო. შენ ხარ? მე როაზე არ ვიყო. არ აქვს ხვენია მამას ეგ რა უთხარი. შენ როგორ ახონი, ვარაზე თუ არა ვარ? აი ახლა შეჭამე. კანი გააცალე. არა, ამას უყურე როგორი კანი აქვს. როგორ? ნახე. იჭმევა? აუ. უყურე. დაგისმენთ. აი საიღი ამაში არანაირი ფქა არ არის. შეჭამე და მითხე როგორია. ფქა არ აქვს. ხილად აი პატარა ფხილი აქვს. აქედან შორია. მაგრამ ცოტა რაღაც აკლია. რა აკლია? ლიმონი ხო? სოიო соуსი. გასწავლე რა მეც რა. მოდი ახლა დაიჭირე. და ლიმონიც. ლიმონი? ხო მითხარი რომ ლიმონი კიდე უნდა დავაცხოთ. გვაქვს ლიმონი ბატონოვანო. გვაქვს. ამის ყბაში ნუ ჩამაგდებ შენი მუხლების ჭირიმეთი მომეცი რა. რა მოხდე? ლიმონტი. აჰა, კაი. კიდე მე მოვაწვი. არ გინდა. თუ შეიძლება. აჰა. თუ არ შეიძლება. აი ესე. აბა ეხლა გასიჭე. ეს მზად არის. მენა. პეცა ფხები მოგორია. ლიმონი რო უხდება თევზს ტყუილიან, არა? ერთი ცალი ფხავ შეხვდა. სკუმბრია მაგით არის განთქმული, რომ ხელსაღუცი მომეცი რა. ძალიან უგაერთობი მაგით. მაგრამ ავაცილე მე. კიდე იცი რა უხდება ბატონო დავით. არა. არა. არაყიც, მაგრამ საერთოდ ღვინოზე ყველაფერი უხდება. ღვინოს წითელ. ისა რა ქვია, თევზს წითელ ღვინოს მარტო ხაჯები აყოლებენ. ვისაც გიყვართ წითელი ღვინოს და არ დამღუნოთ. ეგ ისე. იმით ვთქვი, სოეს და დაძაბული ვარ, ეს არა თქვა, ის არა თქვა. საერთოდ თევზზე, აუ რა მაგარი თევზია, რა გეგონება. ძალიან გემრიელია. დანწუნიანია. ხო. თეთრი ღვინო უხდება თევზს ძალიან. ხო და რა ვიცი, თუ მიირთმევთ, არა, შავი არ ხდება, ოღონდ მართ. როცა ხო, ნუ რაღაცა თუ ვინმე ეჭვეპარება თევზი გააკეთოს. ხო და დააყოლოს ზემოდან შავი ღვინო. და მე მიხვდება იმ ჭეშმარიტებას, რასაც ქვია, რომ თეთრი ღვინოა. ყავი არ იჭმევა როგორც ვიცი. გააჩნია შიმშილის დონეს ბატონო დავით. თუ უგონოთ აქ შია, შეგიძლია ავი კი არა, შეიძლება ვის თევზი მოიტანა, ისი შეჭამა. ამით. მაგრამ როცა ესეთი სიტუაცია გაქვს. თოვლის ხმა. მაგრა თოვს რა გარეთ რა. მოდა. გინაცვალე. დარობა. აი, რა ვთქვა რა. უმურთი რასაც აქვს თქოთ, რომ
ძალიან გებრიელია. ეს მიირთვათ რა. ხო, კიდე რა უნდა მithქვა. მავან იძახის ესაო იარაღის ხო, ჩემი ძმაკაცებიც მეულებიან, რომ იარაღის განხილვა გაწერიათო და აჭამთო, რატო? შეგეთ არ აჭამთო ვამზადებთ. ვამზადებთ. მეორეც. ჩემ ძმაკაცებს იცი უთხარი, ჩვენ მეორე არხიც აქვს. იარაღის განხილვა ზურა კვანჭახაძე, სადაც მარტო იარაღი მიდევს. ამ არხს 130.000 გამომწერი ყავს, იმას 30.000 არ აქვს. აქ ჩვენ სპონსორი ყავს იოსებ ჯორჯია. იქ არ ყავს. იქ საერთოდ არ ყავს, არც არასოდეს არ ყოლია. არც არავინ არ გვეხმარება, ვენაცვალე იმათ, ვისაც უბრალოდ იარაღი მაინც მოაქვს ჩვენთან და ვიღებთ. რაც ხელში გვივარდება. ხო და თუ ვინმე ეგეთი ჯიგარი გაქვს გაფუჭებული, ოდნავ თავს ძალა დაატანთ, ის სულ ოდნავ და იარაღის განხილვა ზურა კვანჭახაძე თუ ეგეზარებათ. ზემოთ ლინკია ჩვენი TikTok-ის. იქ მიაწეკი და გამოხსნის და 2 წელი ლინკია მიმატებული. კომოდა ლინკს დააწეკი და მოხდებით იქ სადაც მხოლოდ იარაღებია და არაფერი იარაღის გარდა. ხო და დამოვწოდა. რა დაგავშვა? რა მეთქვა? არა უშავს. ესე იქ უნდა მოგიტყვილებ ნახანერია. არა. მოდი ამ ჭიქით. რახან თევსავჭა ბატონო დავით. მე თევზებს გავყურჩოს. რა მომაწერა? ვიღაცამ ხო ეს თევზი დაიჭირა. სკუმბრი ეცა და ურთევზია? სადა ბუდობს? ოკეანის სიღრმეებში ბუდობს. მე ვიცი წყალში ბუდობს. უდაბნოში რო არ ებუდება, აბა რა იქნება, მაგრამ ოკეანის თევზია. ვიღაცა წავიდა, დაიჭირა, მოიყვანა, გაყინა, ვიღაცა მერე წამოიღო, მოყიდა. ჩვენ ავიღე და შევწვით. მაჩა. ხო და მე მეთევზეს გავუმოდი. ყველა მეთევზე ზოგი ანკესია თევზაო, ზოგი მებადურია, ზოგი კი ზოგი არა, პაპა, ვინც რაღაცა უწესოთი რაღაცებთან ნადირობს თევზებზე, ეგ დაკონერობაა და რას ხმას უსმენ კაცო? ვერ უსმენ. თოვლი მოდის კაცო. ვისენი მე ბადურეს და მეთევზეებს გავუმოდი. და წასულებით კიდე ხსოვნა მოგონება იყოს ყველა იმ ადრე ვინცა თევზაობდა და მის შენ იცი რომ ქრისტეს მოწამეები მეთევზეები იყვნენ. მარა. მოციქულები. კი, მეთევზეები იყვნენ. მაგას მე ერთხელ რელიგიაზე ვილაპარაკოთ, წაგიყვანდა თბილისში რაც კი რამე რელიგიური კერა, მუსლიმანური, ებრაული, სომხური, მართლმადიდებლური, კათოლიკური, ბუდისტური არის, მოვიაროთ სუყველგან შევიდე და თითო ორ სიტყვა ყველა შევაწიოთ. იმათ გითხრა თვითონ შეიძლება არ შეგვიშვან, შეიძლება შეგვიშვან. მაგრამ რასაც მე ვიზამ, შენს მაგას იზამ პირველად. თავი თქვენ რას აფიქრობთ? თუ გაინტერესებს შეგინდა როგორ გამოიყოს სხვა სალოცავები, მაგას მე მაინც გავაკეთე. ორი გაშ. ორი კი არა, ყელი გაშა თქო, შევირიშვი. კარგად იყონა მე თევზი. ამი. ბევრი თევზი დაეჭირა. ეს რა იყო კაცო? თევზს ჭამდი, მაგრამ ახსენე. ჰა? ეხლა გავახსენ და თევზს ვჭამდი. აბა მანამდე რა გიგონა რა საკეთებდი? იმდენი ვილაპარაკეთ. აი რა. ამითი მეგობრებო. გამოგემშვიდობებით აი ეს. სხვა თევზი არ ვიცი, ახლა ხო ვიცი რომ ვუთხი მაგარია, მაგრამ ეს ძვირი არ არის, შეწვით. აი ესე შამპურზე ხო შეიძლება არა შამპურზე გააკ არის უგემრიელი. წვნიანი ლიმონი და სოიის სოუსი არ დაგავწყდა. ამით გამოგემშვიდობთ, კარგად ვიმეორებთ. შემდეგ ვიდეო.